მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ხვამლი არენაზე, ხვამლისა და ხარების დაპირისპირება. დიდიათის რეგულარული გათამაშება ნელ-ნელა გადის ფინიშისკენ. სრულდება ხვამლი ხარებით დიდიათის მიმდინარე ტური და ნელ-ნელა შევაბიჯებთ უკვე პლეი-ოფის სტადიაში. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ორივე გუნდისთვის, ორივე მათგანი პლეი-ოფის ზონაშია ამ მომენტისთვის და იბრძვის უკეთესი პოზიციისათვის, თუმცა მათ უახლოვდებათ ლელო სარასენსი, რომელმაც მიმდინარე ტურში მოიპოვა გამარჯვება 17-10 მათ არმია დაამარცხეს. არმია, რომელიც მეოთხე ადგილზეა და სულ რაღაც ერთი ქულით ჩამორჩება ხარებს, ხოლო ორით კი ხვამლს. ასე რომ ეს მატჩი იქნება ორივე გუნდისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. სანამ შერკინება გვაქვს, შეგვიძლია გავეცნოთ შემადგენლობებს. ხვამლის პირველი ხაზი ასე გამოიყურება: პირველი 2 და 3 ნომრებით ჰამლეთ გოგია, ბექა ნეფარიძე და კახაბერ დარბაიძე. მეორე ხაზის წყვილი 4 და 5 ნომრებით გიორგი კვაბზირიძე და დემურ ეფრემიძე. 6 საბა კურტანიძე გუნდის კაპიტანი, 7 თორნიკე ბაიხოიძე, 8 კი გიორგი კურტანიძე. გახლავთ ხვამლის შემადგენლობაში 9 და 10 დაჩი ციკლაური და ლუკა თვაური ღერძის წყვილი, 11 ლუკა თაყაიშვილი, 12 მიხეილ თაყაიშვილი, ზაურ ლუტიძე 13, 14 გიორგი ჯობავა, 15 ჯოელი ბალეილევუკა, ლევან დათუნაშვილი გახლავთ მთავარი მწვრთნელი თბილისის ხვამლის ამასობაში. დაჯარიმდა ხვამლი თავისუფალი დარტყმის უფლება მოიპოვა რუსთავის ხარებმა და სწორედ სტუმრები იქნებიან შეტევაზე. ვაჟა ხუციშვილი ბურთთან მაღალი დარტყმული. ნახოთ ხარებს რჩება, ოღონდ რჩება წინ თამაშის შემდეგ მხოლოდ და მხოლოდ. რო გვექნება ახლა რუსთავის ხარების 15-ულის გასაცნობადაც. პირველი 2 და 3 ნომრებით გოგა ქადარიათაზო ჭამიაშვილი და მიხეილ ციკლაური გუნდის კაპიტანი პირველ ხაზში. მეორე ხაზის დუეტი ხვიჩა ბუჯიაშვილი 4, 5 კობა ჯიმშელეიშვილი, მესამე ხაზში 6 ირაკლი ლუარსაბიშვილი, 7 ლუკა ციკლაური, ლუკა კოხია გახლავთ 8 ნომრად. ღერძის წყვილი გამოცდილი ვეტერანი ბორჯღალოსანი ვაჟა ხუციშვილი 9 ნომრად, მისი მეწყვილე სანდრო მარგიანი 10, უკანა ხაზში ანარე ტუიტაი 11, ცენტრები 12 სანდროსვანიძე 13 ლევან ნარიმანიძე, 14 რატუ საინივალატი, 15 კი გიორგი პეტრიაშვილი. ირაკლი ნატრიაშვილი მთავარი მწვრთნელი, შოთა თეუზაძესჯის ცენტრიდან. აი ახლა უკვე დაისაჯა რუსთავის ხარები ადრე გადასვლაზე, შანსი ხვამლს. ლუტიძე დასვა ბუჯიაშვილი, მეორე ხაზელი მოიშორა ცენტრმა და ბრწყინვალე დარტყმულით შეასრულეს თბილისელებმა. არასწორი წერტილიდან შემოაგდეს, თორემ საინტერესო ეპიზოდსაც ვიხილავდით ლეილოს დიდი ალბათობით.
ბექა ნეფარიძე ბურთით. სუდად მოაწოდეს ბურთი, თუმცა იყო ორმხრივი წინ თამაში. ხვამლის შერკინება. საკმაოდ მძიმე სტარტი გამოვიდა. ბევრი შერკინება გქონდა, ბევრი შეცდომა. ციკლაურმა შეაგორა ბურთი. მოკლე ფრთაზე არ გათამაშდა და ახლოს დარტყმა თაყაიშვილმა შეასრულა. მარცხენა ფლანგი კვლავ ისევ მორკინალები. თავის თავს გამალებით თავს. კვლავ მარცხენა ფლანგს ათამაშებს ხვამლი, ამჯერად ლუტიძე გახლდათ შეტევაზე. ციკლაური ჩვენი 20 წლამდე ნაკრების 9 ნომერი, აკი ჯარიმა გაიცა. ვერ გადაგორებაზე. კარში გაგზავნის ბურთს ლუკა თაყაიშვილი. შეეცდება ანგარიში გახსნას მატჩის მერვე წუთზე. დარტყმა ზუსტია. გაიხსნა ანგარიში. რუსთავი განაახლებს ცენტრიდან თამაშს. დარტყმა საბრძოლოა, ადგილზეა, დროულად აწია ციკლაურმა. ფაზი. კუთხის გასაუმჯობესებლად ერთი დარტყმა. დაჩი ციკლაური. მაღალ ბურთს წევს, ნახოთ, რუსთავის უკანა ხაზი, არც თუ ისე დამაჯერებელი იყო და ხვამლი პოზიციაზე. მარცხენა ფლანგი ფეხით. ნახოთ, რამდენი ზუსტი იქნება თამაში. თაყაიშვილი ჩაუვარდა, დატოვა, თუმცა წინ პასით. არადა ეპიზოდი ლამაზი იყო. განმეორებით ეპიზოდი. დღეს ვერ ხედავთ ხვამლის რიგებში ვერც ზურა კობელაშვილს, ვერც ნიკა ცინცაძეს. ხვამლის ლიდერები არ არიან. განაცხადში აუსთან მათ ძალიან ცუდი შეხვედრა ჰქონდათ, პირდაპირ უნდა ვთქვათ.
ორივეს გაუცუდა დარტყმები. ნახოთ ნარიმანიძე და აბა თავისი კაცი ფეხით თამაშობს პეტრიაშვილი შეცურებული კარგად გამოიყურება 50-22 თუ იქნება. კი, ასეც არის. შესანიშნავად ითამაშა რუსთავმა. ხვამლის სამწვრთნელო შტაბი მოიგო ბურთი ხარებმა. თუმცა უპირატესობა ვერ ნახა მოლში. საინტერესო დავითარებდა სტუმარი გუნდი. თუმცა გრძელდება ის ხარვეზები, რაც საწყის წუთებზე იყო, ისევ შეერკინებით განახლდება თამაში. გავიდა შერკინებიდან ბურთი დაუცდა ფეხი კურტანიძეს. ხისტი შეჯახება გამოვიდა მარგიანთან. ციკლაურმა მოატყუა ბლოკზე წამოსული კაცი. კიდევ ერთი შეცდომა ამჯერად საინი ვალატიცდება. ტუიტაი გახდათ. ვერ აიღო ჰაერში ბურთი, თუმცა გაიჭრა ხაზი კობა ჯიმშელეიშვილი. კიდევ ერთი გადაცემა ციკლაური დაუბრუნა კვლავ ჯიმშელეიშვილს და ულამაზესი ეპიზოდი ხარები ახერხებს ანგარიშის გახსნას. ბრავო. კობა ჯიმშელეიშვილის წამოწყებული გარღვევა ძალიან ბევრი ლამაზი გადაცემის შემდეგ და აგვირგვინავა აჯა ხუციშვილმა, კლუბის ვეტერანმა, 9 ნომერმა. აი ჰაერში თამაშის ეპიზოდი იყო საეჭვო. ვიდეო რეფერი დღეს შოთი ცაგარეიშვილია. კიდეებიდან კი შოთა თევზაძეს კახა გელოზია და მარიამ გოგუაძე ეხმარებიან. ცაგარეიშვილმა დაუდასტურა რომ არ იყო წინ თამაშიო. სადავო ეპიზოდი ნამდვილად იყო და როგორც ჩანს იმდენ ძლიერი ქარია რომ ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმა გაუცუდა სანდრო მარგიანს. ინდივიდუალური გარღვევა, კარგი მიყოლა ლუკა ციკლაურისგან, შემდეგ ხელის შესანიშნავი ტექნიკაც გვაჩვენა, როგორც ციკლაურმა, ისე ჯიმშელეიშვილმა და ეპიზოდი შესანიშნავად დაგვირგვინდა სტუმართა მიერ. 3-5 ანგარიში მე-16 წუთი მიმდინარეობს ჩვენი შეხვედრის. პეტრიაშვილი გზაშივე მიხვდა რომ არ იყო კარგი დარტყმული თაყაიშვილი და ჯარიმა, როგორც ჩანს უკან არიხევდა
ხარები სწრაფად ათამაშებს გუნდის კაპიტანი საბა კურტანიძე. არისო ურიგო მიძალება გიორგი კვაბზერიძის მხრიდან. სწრაფი ფაზები მიაბა ხვამლმა, კვლავ კურტანიძე იყო ჩართული საბაო, ოღონდ ორი კურტანიძე ყავს. აქ უკვე ჯარიმის უპირატესობა დაბრუნდება ხვამლის მხარეს. მცირე შეხლა შემოხლა. შოთა თეუზაძეს მოუწევს ეპიზოდის განმუხტვა. აქ 13-და 6 ნომერ შორის უბრალოდ სარაგბო შეჯახება იყო პატარა. გუნდებს უთხარით ნახევარწოდს მოხსენით ნერვები. დავაწყნაროთ, იქ იქნება ჯარი. არ ვინ აი რაღაცას ქუჩური რაღაცები არ გჭირდება რა. აი მაქვს მეტიაზე. აი ეგეც. აია. 10 მეტრი ჩადით ბიჭები, უბრთოზე ბოჭვა იყო აქ. და კონტაქტს მე ხელს აყოლეთ? კაი, მოდი. რო გაჩერდება. ხოლო ჯარიმა იქნება სურაშეს. ფუტოს უტრიალდები მხარს უყავენ უფრთხობა და მართლაც არ დაუწა. აქ საერთოდ ბურთი დაუბრუნდა რუსთავს. მეგან მეორებით დავაკვირდეთ. შებრუნდა საერთოდ ჯარიმა საულუტიძის ქმედების გამო. კიდეზე გააგზავნა ბურთი სანდრო მარგიანმა. მოკლედ ერეფანი რუსთავს გაუჭირდა ბურთის მიღება. მარგიანმა აიღო 9 ნომრის პოზიცია საკუთარ თავზე. და თავადვე გადის ფეხით. არ არის ცუდი დარტყმული ჯობავა. მეძებს სივრცეს გააცდა ერთ ბოჭავს, თუმცა შემდეგ შეაჩერეს. ნარიმანიძე იყო ბოჭვის ავტორი. ფეხით ციკლაური, მას ზუსტი და კარგი ფეხი აქვს. ჯიმშელეიშვილი იყო უკანა ხაზში ჩარჩენილი, ცოტა უყურადღებოდი თამაშა თავდაპირველად რუსთაველმა მეორე ხაზელმა, თუმცა შემდეგ უკვე გამოსწორდა ყველაფერი. ვნახოთ ხელით აღარ წამოიღეს. კვლავ უყურადღებობა ფეხით. მოკლე გადაკიდება მალეილევუკა, კოპა ჯიმშელეიშვილი კვლავ ცდება, თუმცა ცდება და ძლიერად ურტყავს ხვამლის მორაგბეც. 22-დან განახლდება შეხვედრა. ორი ბურთი იყო მოედანზე, თუმცა შეხვედრა გრძელდება. კარგი იყო თაყაიშვილი. აყვა ტრიბუნის რიტმებს. ამჯერად კახაბერ დარბაიძე მიეძალა. არ იქნება ეს ჯარიმა.
კვაბზირიძე. გრძელ ფლანგზე შეტევა ბალეილეუკამ შეიცურა თავისთვის პეტრიაშვილი გამოვერკვა კარგად, შემდეგ ციკლაური და ფრთისკენ წაიღეს, არის თითქოს სივრცე, თუმცა ყავთ რაოდენობა რუსთაველებსაც შესანიშნავი იყო ტუიტაი. სვანიძე შებოჭეს ძალიან დაბალ წერტილში, გასაქანი არ მისცა მას მიხეილ თაყაიშვილმა. მარჯვენა ფლანგზე იკითხებოდა უპირატესობა, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ გაცურდა გადაცემა, არ გამოვიდა, ვერ გამოიყენეს რუსთაველებმა. კონტრაკის მცდელობა არ გამოვიდა ბაიხოიძეს. შეიძლება ამ სივრცის გამოყენება ჭრაზე შევიდა ტუიტაი, შეაჩერეს, თუმცა რაქი ჩამოყალიბდა. ჯიმშელეიშვილი ჯერჯერობით საუკეთესოა. ციკლაურის გარღვევა ვნახოთ, ლუკა ციკლაური შეუძლია მას დააბრწყინვალედაც ახერხებს უპირატესობის მონახვას. ფრთაზე ჩარჩენილი ფლანკერი ბუჯიაშვილი. შეიძლებოდა თამაში, წაიკითხა ჰამლეთ გოგი ამ ეპიზოდი ძალიან კარგად. შემდეგ უკვე დაჯარიმდა. კარში დარტყმა განიზრახა რუსთავმა და ჯარიმას შეასრულებს გიორგი პეტრიაშვილი. დარტყმა უკეთესად შეასრულა პეტრიაშვილმა, ვიდრე ეს მარგიანმა შეძლო. 3-8. ანახდა შეხვედრა, აქ გაგვეპარა რა კურსიდან რა მოხდა, თუმცა როგორც ჩანს იყო წინ თამაში. ეწყობა შერკინება. თუმცა კვლავ პრობლემად რჩება ეს კომპონენტი.
ნახოთ ამჯერად თუ გამოვა. კлау ჯარიმა. რუსთაველთა მხარეს არის. შოთა თეუზაძის ხელი აღმართული. სანდრო მარგიანი გაგზავნის ბურთს კიდეზე შეეცდება მანძილის მოგებას. მოიგო რუსთავმა თავისი დერეფანი. მარგიანს ფეხი დაუწდა და რთულ სიტუაციაში გადაარჩინეს რაკი ნარიმანიძე. ლუტიძე დახვდა მას ბრწყინვალედ უკანაც დაახევინა მოკლეფრთას წურავს ხუციშვილი. კი ჩავარდნა მიხეილ ციკლაურზე. მარიამ გოგუაძემ აღამართა ალამი. წერტილში საიდანაც მოაწვდის ახლა ბექა ნეფარიძე ბურთს. ხვამლის დერეფანში. ერთი ხელით ბაიხოიძე. რთულ ბურთს იმორჩილებს, რაკში გადავიდა თამაში უჯარიმოდ. ციკლაური დაარტყმევინა დემურ ეფრემიძეს. გვიანდება რაკიდან ბურთის გამოსვლა. კვაბზირიძე იყო. ბურთით ხელში შემდეგ ჩაერთო მიხეილ თაყაიშვილი. მარჯვენა ფლანგი დემურ ეფრემიძეს შეცდომა. და ღლეტვა შესრულდა თაზო ჭამიაშვილი. ღლეტვის ავტორი ფრთაზე ვნახოთ თუ არის უპირატესობა არა. ძალიან მალე დაბრუნდა და ეს კი სასტვენის შემდეგ ბოჭვა იყო. ეს ნამდვილად არაფერში აღარ იყო საჭირო ამლეთ გოგიას ჩარევა. გამწვავდა სიტუაცია. გასაგებია საჯის ნიშნის შემდეგ იყო ბოჭვა. მოусმინოთ საჯს. ხო, თუმცა ყველაფერი გაამწვა ამლეთ გოგიას მისვლამ. კაპიტნებიც მოდით რა. მისმინეთ იქნებ, რაც გააკეთა თან ბოჭვა. წესების სრული დაცვით იყო სასტვენი და ბოჭვა ეს დროულად იყო. მე მიდიხარ შენ ხელს კრავ, საიდანაც იქნება დაძაბულობა, ყვები შენ და ამწავ. ორივე დაიხსენებ 10 წუთი. ამას ასეთი ვარ თუ მე რატომ შენ დაიხმარე გამწვავე. იგივე იყო ზუსტად. ჯარიმა დაიდება თქვენ საწინააღმდეგო ძმებო. პირველი დაჯარიმდება, პირველი ნომერი. ხო, ეპიზოდი განმეორებით. ბავშვი გადარჩენილა. დაჯარიმდით, იმიტომ რომ თქვენმა პირველმა დაიწყო ხელისკურა. თქვენია. ბიჭო, მე ახლა წამოვიდა. ხელისკურა უკვე აუტის დროს მოხდა 15-იანზე იქნება ჯარი. დაისაჯნენ ყვითელი ბარათებით ამლეთ გოგია და ხვიჩა ბუჯიაშვილი. გააფრთხილებული ყავდა შოთა თეუზაძეს და სრულიად ლოგიკური იყო ის რაც მოხდა ახლა მოედანზე. არაფერში სჭირდებოდა
გოგიას ნამდვილად. ანარე ტუიტაი არ არის. დასჭილი მოთამაშე. არაფერ შუაში იყო ამ კონფლიქტთან. მხოლოდ დაზარალებული გახდათ. რუსთავის ხარების ლეგიონერი. წნეხში. დაკარგა ბურთი რუსთავმა. ლუკა თვაურმა შეუტია სწრაფი რაკი თუ იქნება ციკლაურმა მარცხნივ ათამაშა. კახაბერ დარბაიძე რომელიც მიიწევს. ვაუ, მარცხენა ფლანგი ლუტიძე შევიდა ორთაბრძოლაში შებოჭეს. ეფრემიძე გამოვარდა რაკიდან ბურთი შეიძლება თამაში გოგა ქადარია. უახერხა სიტუაციაში ყველაზე კარგად გამორკვევა. ნახოთ ციკლაური, რომელიც ძალიან კარგად გამოიყურება სეზონის ამ ეტაპზე. ხისტი ორთაბრძოლა. ხუციშვილის დარტყმა. ჯობავას გასაქანი არ მისცა. უკა ციკლაურმა. ძალიან კარგია ბოლო ტურების მანძილზე. ხარების მესამე ხაზელი. კიდის ხაზთან ძალიან ახლოს და ლამაზი იყო სანდრო მარგიანის ქმედება. ნახოთ ბალელე უკა კონტრშეტევაზე. მოძრაობა. თაყაიშვილი მონახა თაყაიშვილი შესანიშნავად ირჯება. წამგებიან სიტუაციაში იყვნენ. და რაკი გადაარჩინეს. ხვამლის მოურაგბეებმა. პეტრიაშვილზეც კარგ ბოჭვას ასრულებს თაყაიშვილი. შემდეგ კი საინი ვალატი უტევდა ამ ყველაფერს მოყვა ჯარიმა. ძელებს უმიზნებს ურტყავს კიდეც ხვამლი და ასრულებს ზუსტად 6-ით 8 ხდება ანგარიში. ხარების სასარგებლოდ. განახდა ცენტრიდან მარგიანმა საბრძოლო ვერ დაარტყა კარის გამო. მოკლე ფრთაზე ვნახოთ გარღვევა ჯობავა შეაჩერა მისმა ვიზავიმ. მაღალი დარტყმული კიდევ ერთი. აქ დამაჯერებელი იყო ანარე ტუიტაი. ჯარიმაც მოხდა შემდეგ.
მოიგო რუსთავმა, თუმცა არასწორი მოწოდებით. ბევრი შეცდომა არის ორივე მხარეს. ხვამლმა საპირისპიროდ ძალიან დამაჯერებლად მოიგო. დერეფანში ბურთინა არიმანიძეს ჩაუვარდა. თბილისელთა შეცდომის შემდეგ რუსთავის შეტევაზე წითელფორმიანები მარჯვენა ფლანგზე ავითარებენ თავიანთ შეტევას. შეცდომას უშვებს მარგიანიც, უბურთოზე თამაშს გავდა. კარგი მიყოლა თაყაიშვილი, გამორჩეულია. რუსთავმა მიიღო საკუთარ ნახევარზე შეტევა. მაშინ როდესაც თავად უნდა შეეტია, ფეხით გამოვიდნენ 22-დან და კვლავ თავს იცავს სტუმარი გუნდი. ნახოთ ჯობავა, ძალიან რთული იქნება მისი შეჩერება. ბრწყინვალეა გიორგი ჯობავა. ელოდებოდა თავის შანსს, შეუქმნა ჯოელი ბალეილევუკამ და გამოიყენა ეპიზოდი გიორგი ჯობავამ. განმეორებით ფეხით არც თუ ისე დამეჯერებელი თამაში. დააგვიანა რუსთავმა ხაზის ამოწევა, შემდეგ გადყდა ხაზი და ბევრ დამცველში გაიარა. შვიდკაცა ნაკრების წევრმა. თაყაიშვილი კვლავ ზუსტია. დაწინაურდა ხვამლი 15-8 წესით. ცამეტით 8 გახლავთ ანგარიში. აიწია მაღალი საბრძოლო ბურთი რუსთავმა საკუთარ მხარეს მოახერხა და წამოიღო უბურთო მოთამაშეზე ბოჭო აკოხიაზე. გავდა ყოველ შემთხვევაში. მარჯვენა ფლანგი გაიშალა პეტრიაშვილი. ჩაერთონ არიმანიძე ველით. მისგან უკეთეს თამაშს დადგა ფეხზე. შიდა მხარეს ჯიმ შელეიშვილს დაარტყმევინა ციკლაურმა ბატონის ორი ყოფილი მორაგბე მარგიანმა იარა და შემდეგ დაჯარიმდა. ნახოთ ტაიმის ერთ-ერთი ბოლო შეტევა იქნება. დასრულდა სიმბინის დრო. მოედანზე დაბრუნებიან ჰამლეტ გოგია და ხვიჩა ბუჯიაშვილი.
რომ მოლი კოხია. ნულოვან ზონაში მიძალება. აიღე და მიეძალეს. ფაზიდან ფაზამდე ასე თამაშობს. აიღე და მიეძალეთი რუსთავი. მარჯვენა ფლანგი გაიშალა ხაზზე. ფთაზე გადაცემა. კარგი დაცვა, ბურთი ვის ჩაუვარდება ახლა? კობა ჯიმშელეიშვილი. საინი ვალატის შეტევა დაიცვა. ხვამომა. ძალიან კარგად. წინ თამაში. ტაიმის ბოლოს ძალიან მნიშვნელოვანი შეტევა მოიგერია. თბილისის ხვამლმა. ტაიმის ბოლო გათამაშება კიდევ ერთი შელაპარაკების გამო მოუწია შოთა თეუზაძეს თამაშის გაჩერება. დაასრულა თაყაიშვილმა ტაიმი 10 წუთი მოთამაშეებთან ერთად შევისვენოთ 13-8 აი ამ ანგარიშზე გავალთ შესვენებაზე და დაუბრუნდებით სულ მალე არ გადართოთ.